გამარჯობა. ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ერთ-ერთი საინფორმაციო წყაროდან შევიტყვე, რომ გიგი წერეთელი არ გამორიცხავს არავისთან თანამშრომლობას, ვისაც დასავლური დღის წესრიგი აქვსო. ისიც გავიგე, რომ თურმე გიგი წერეთელი დღეს ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეა. მე გიგი წერეთლის არსებობა სრულიად მივიწყებული მქონდა. მეგონა გიგი წერეთელი დამსახურებულ პენსიაზეა მეთქი გასული და ახლა სადმე ტყეში ნადირობს, ან და მდინარის პირას თევზაობს ანკესით, ბადით და თუ არავინ ხედავს დინამიტითაც. აბა პარლამენტარის პენსიაზე ადამიანი დღეს კარგად ვერ იცხოვრებს და ამიტომაც რაღაცნაირად უნდა გაიტანოს თავი, ოჯახში ნადავლი შეიტანოს. ნადირობა თევზაობიდან თავისუფალ დროს კი გიგი წერეთელი ალბათ მემუარებსაც წერს მეთქი. სათაურით ჩემი ცხოვრება პოლიტიკაში. დიახ, რატომაც არა. თუ გიგი წერეთელი ასეთ წიგნს დაწერს, მე მას აუცილებლად წავიკითხავ. ოღონდ თუ კი არ მოიტყუებს და სრულ სიმართლეს იტყვის, მაგრამ სრულ სიმართლეს ვინ ამბობს საკუთარ თავზე და განსაკუთრებით კი პოლიტიკურ სიმართლეს. გიგი წერეთელი მგონი ყველაზე უხუცესი პოლიტიკოსია. ის პოლიტიკაში იმ დროიდანაა, რაც ქართული პოლიტიკა შეიქმნა. გაიხსენეთ, იყო ოდესმე საქართველოში ისეთი დრო, როდესაც გიგი წერეთელი არ ფუსფუსებდა პოლიტიკის დაბალ, საშუალო და მაღალ ეშელონებში. 2012 წელს ნაცებს რომ არ წაეგოთ, დღესაც რაიმე სარფიან, მაგრამ არა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე იქნებოდა და მანქანაც მოემსახურებოდა შავი ვოლგა. ვოლგაზე ვიხუმრე. შავი მერსედესი, თუმცა არც ისე ახალი. ახალი მერსედესისთვის გიგი წერეთელს მარიფათი არ ეყოფოდა. მაინც სუსტი პიროვნება, ასე მგონია მე. და დღეს გიგი წერეთელი ისევ ცდილობს თავი გაგვახსენოს. არის ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, თუმცა ეს პარტია ძალიან დაბალპროცენტიანია. ვერ გათვალა თავის დროზე გიგი წერეთელმა, წამოვიდა ნაცებიდან, დაიჯერა რომ ბოკერიას ოჯახი შექმნიდა ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ნაცებს ჩაანაცვლებდა, მაგრამ არა, ვერ ჩაანაცვლა. ვერ ჩაანაცვლა კი არა, 2024 წლის არჩევნებზე ბარიერი სულ დაბლა რო დაწიონ, ალბათ ევროპულ საქართველოს მაინც არ ექნება შანსი თავარ საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრისა. დარჩენილი იყო წერეთელი ნაცებში, ოფიციალურ ნაცად და დღეს მიდგებოდა ხაბეიშვილის უკან და თავს დამაჯერებლად დაუქნევდა ლიდერის ნებისმიერ სიტყვას. პოლიტიკურმა ყნოსვამ უმტყუნა გიგის. ალბათ ახლა როგორ ნანობს, რომ პარტია შეიცვალა. მაგრამ გარეგნულად არ ეტყობა, ისევ გაპარსულ, გაუთოებული გიგია, ისევ ლაპარაკობს ნელა, ყოველ სიტყვას ენით ათამაშებს პირში, მეტყველებს გააზრებულად და დამაჯერებლად და ცდილობს ყველას გვანახოს, რომ მას ფარხმალი არ დაუყრია და პენსიამდე და თევზაობამდე ჯერ ადრეა. მოკლედ, გიგი წერეთელი და მისი პარტია მზადაა თანამშრომლობისთვის. თუკი ვინმეს, როგორც უკვე მოგახსენეთ, დასავლური დღის წესრიგი აქვს. საინტერესოა, დასავლურ დღის წესრიგში რას გულისხმობს ჩვენი გიგი. და რაც უფრო საინტერესოა, ეგრეთ წოდებული დასავლური დღის წესრიგის მქონე პარტიებს თუ სურთ გიგი წერეთელთან თანამშრომლობა. გიგი წერეთელთან, ბოკერია ჩერგოლეიშვილთან, გიორგი კანდელაკთან. იმ პარტიასთან, რომლის თავმჯდომარე 2021 წლამდე იყო თვით დავით ბაქრაძე. მე ეჭვება პარტიას, რომლის რიგებში დავით ბაქრაძე აღარაა, რამე შანსი ჰქონდეს რომელიმე მიმართულებით. და არც ერთი დასავლური დღის წესრიგიანელი მგონია, რომ არ ისურვებს მათთან თანამშრომლობას. დიახ, პირადად მე რომ ყოფილიყავი დასავლური დღის წესრიგის მატარებელი, არ ვისურვებდი. ვიკითხავდი კი, მაგრამ ასეთი დაუთოებულ გაპრიალებულები თუ ხართ, რატომ მიგატოვათ დავით ბაქრაძემ?
და განა პარტიას, რომელსაც დავით ბაქრაძე მიატოვებს, შეიძლება ენდოს ვინმე, განსაკუთრებით კი ის, ვინც დასავლური დღის წესრიგის მატარებელია? ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.